ვეზიაროთ ყურანის სულიერებას. ძვირფასო მორწმუნენო, მედინაში ჩვეულებრივი სიმშვიდით აღსავსე დღე იდგა. შუამავალმა აბდულაჰ ბინ მესუდი იხმოდა ასე უთხრა: აბდულაჰ, ყურანი წამიკითხე. აბდულაჰი დაიბნა და შუამავალს მოკრძალებით შეჰყადრა. შუამავალო, ყურანი შენ მოგევლინა და მე როგორ უნდა წავიკითხო? შუამავალმა უთხრა: დიახ, მე ყურანის მოსწრება ძალიან მიყვარს. აბდულაჰმა ნისას სურას კითხვა დაიწყო. როდესაც აბდულაჰმა ნისას სურას ეს აიათი წაიკითხა, შუამავალს ცრემლი მოერია და აბდულაჰს თხოვა საკმარისიაო. და როგორღა იქნება, როცა ჩვენ მოვიყვანეთ ყოველი თემიდან თითო მოწმე და შენც მოწმედ მოგიყვანეთ ამათზე. ნისა 4:41. ძვირფასო მორწმუნენო, ყურანი ღვთიური წიგნი, საუკეთესო სიტყვა და უდიდესი ჭეშმარიტება, ის სწორი გზის მაჩვენებელი გზამკვლევი და ჩვენი შვების წყაროა. ყურანის ერთ-ერთ აიათში ღმერთი ბრძანებს: ჰეი ხალხო, თქვენთვის ნამდვილად მოვიდა შეგონება, თქვენი ღმერთისგან განკურნებად იმისა, რაც გიზით გულებში, ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის. იუნუსი 10:47. ყურანი ის ჭეშმარიტი სიტყვაა, რომელიც ადამიანებს ურწმუნობისა და უმეცრების მორევისაგან იხსნის და სწორ გზაზე დააყენებს. ყურანი შვებაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ჭეშმარიტებას ელტვიან. ყურანი ღვთისგან მოვლენილი უდიდესი წყალობაა, ის ყველაზე ძვირფასი განძია, რაც შუამავალმა თავის მიმდევრებს დაუთოვა. ძვირფასო მორწმუნენო, ყურანის წაკითხვა, მისი გაგება და მის მიერ ნაკარნახევი ცხოვრების წესი ცხოვრება ჩვენი ცხოვრების ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ჩვენი შვილებიც, რომლებიც ჩვენი თვალის სინათლენი არიან, ყურანის მოძღვრების მიხედვით უნდა აღზარდოთ და ყველანაირად ხელი შეუწყოთ, რომ ისინიც ამ ძვირფას სიბრძნეს ეზიარონ. არ უნდა დავავიწყდეს, რომ შვილების მიმართ მზრუნველობა, მათი სწორად აღზრდა და ბედნიერი მომავლისათვის მომზადება ყურანისა და სუნას გზითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენი შვილების ცნობიერებაში ჭეშმარიტი რწმენა დაისადგურებს, როდესაც ისინი ყურანისა და სუნას გზით ივლიან, როცა საუკეთესო ზნეობის ადამიანებად ჩამოყალიბდებიან და ერისა და კაცობრიობისათვის სასარგებლო პიროვნებები გახდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ. შუამავალი ბრძანებს: ვერც ერთი მშობელი თავის შვილს კარგ აღზრდაზე უკეთეს საჩუქარს ვერ დაუტოვებს. მოგახსენებათ, ყოველ ზაფხულს ბავშვებისათვის ყურანის შემსწავლელი კურსი იხსნება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამ კურსების ფუნქციონირებას ხელი შევუწყოთ და ბავშვების ჩართულობა უზრუნველყოთ. მოდით ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილები ღვთიური მადლით გასკილოსნებულ პროცესში ჩავთოთ და მათი სულიერი სიმშვიდის, ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებაში დავეხმაროთ.
ამ გზით მათი გული და გონება წმიდა წიგნის ნათელი დაირსება და მათ უცოდველ გულებში წმიდა წიგნისა და სუნას მოძღვრება დაიმკვიდრებს. ხუტბას კი ძვირფასი შუამავლის ჰადისით დავასრულებ. თქვენ შორის საუკეთესო ისაა, ვინც ყურანს შეისწავლის და სხვებსაც ასწავლის.